წინაპართა საახალწლო ტრადიციები მაღალმთიან აჭარაში, რომლებიც თაობებმა დღემდე შეინარჩუნეს. თოფის გასროლა მეკვლეს სადღესასწაულო კერძები. ნახოთ როგორ შეხვდნენ 2015 წელს მთაში. ბრინჯი, რომელიც სივდება, მრავლდება და ოჯახის დოულათთან სულიერ სიმდიდრესთანაც ასოცირდება. იმედი გვაქვს, რომ გავმრავლდებით. ნოდარდუმზაძის თქმისაც არ იყოს. საახალწლო სამზადისი დილიდან დაიწყო რიჟვაძეების ოჯახში, სადაც 4 თაობის წარმომადგენლები ცხოვრობენ. ხაჭაპური, ღომი, სინორი და ბორანო. ეს ის კერძებია, რომლებიც საახალწლო სუფრას უნდა ამშვენებდეს. განსაკუთრებული დატვირთვა სადღესასწაულო სუფრაზე სიმინსა და ბრინჯს აქვს, რომლის მომზადებასაც ოჯახის დიასახლისი დილიდან იწყებს. სამზადისში ოჯახის ყველაზე პატარა წევრი ჩაერთო. მარტო ახალ წელს როდი ხდება, საერთოდ ყოველთვის ვითვალისწინებთ, რომ ვიზუალურად იყოს ჩვენს მიერ მომზადებული კერძი ლამაზად გაფორმებული და ბუნებრივია, მის ერთმევად გემრიელი და დაგემოვნებისას სასიამოვნო. ჩემი როგორც ოჯახის სურძლის ფუნქცია მეკითრება სალათების გაკეთება, დესერტების გაკეთება და მაგიდის დიზაინის გაფორმება. ოჯახის უხუცესი წევრი 80 წლის დავით რიჟვაძე ამბობს, რომ ახალი წლის დღესასწაულს ახლა უფრო მასშტაბურად აღნიშნავენ. ჩემი ბავშვობის პერიოდიდან რომ ვიცოდ მახსოვს მე ჩვენი წინაპრები, მათ უხაროდნენ, მაგრამ ის დღევანდელი შედარება წარსულთან შეუძლებელი არის, იმით რომ დღეისათვის ეკონომიური განვითარების და კულტურის განვითარების მიხედვით სუფრა ეწყობა, სუფრა ემზადება ღვინით, თავისი სასმელებით, ტკბილის საჭმელებით. რიჟვაძეების ოჯახში განსაკუთრებული ადგილი უკავია მეკვლის ტრადიციას. ახალი წლის ღამეს პირველი სტუბრის შემოსვლა მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რიტუალია. ტრადიციულად ახალ წელს ხვდებით ღამის 12 საათზე ყველა ოჯახის წევრები, რა თქმა უნდა, სურვილი იქნება, რომ ყველა ოჯახის წევრი სახლში იყოს. მნიშვნელობა ძალიან დიდი აქვს მეკვლას. მაგალითად არის სიმინდის შეყვრა, მოხარშული სიმინდის ეს გამრავლების მაუწყებელი ნიშანია, არის შაქრის შეყრა, იყო ასეთი, რომელსაც ტკბილად გასული იყოს მთელი წელწადი. როგორც წესი ახალი წლის დადგომას მაღალმთიანეთში წინაპრების მიერ დატოვებული ტრადიციით აღნიშნავენ.